ბატონიკა, რადგან ვამბობთ ოპოზიცია ამბობს, რომ რურუას თემა არის მთავარი და ამაზე არის მიმმული დამოკიდებული ცვლილებებს მხარს დაუჭერთ თუ არა, დავიწყოთ ამ თემით. სიმართლე გითხრათ, პარასკევს, როცა შეწყალება ვნახეთ უგულავა ოქრუაშვილის, როცა ყველა ახსენებდა, რომ რურუაც უნდა გათავისუფლდეს, ვფიქრობდი, რომ ეს იყო ზედმეტი სიფრთხილე ოპოზიციის მხრიდან და ისიც გათავისუფლდებოდა ორშაბათს. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, პროცესის ლოგიკა თითქოს იყო ასეთი, რა მოხდა დღეს, რატომ ვერ ვნახეთ ეს გათავისუფლება? ისო დღეს ვერ ვნახეთ გათავისუფლებული პოლიტიკური პატიმარი, რაც არ უნდა ვინმე ყურს ჭრიდეს ეს ჯერ კიდევ, ეს ასე არის და ამიტომაც გახდა გიორგიც 8 მარტის შეთანხმების საგანი, ანუ სუბიექტი ერთ-ერთი, ხო? ანუ გიორგი, გიგი და ირაკლი უნდა ყოფილიყვნენ გათავისუფლებული და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, თვლიანი შეთანხმება შესრულდებოდა. ანუ შეთანხმება რას გულისხმობს? ჩვენი აქტიური თანამონაწილეობა უნდა იყოს აღსრულებაში შეთანხმების, ხო? თუ არ გათავისუფლებოდა არც ერთი პოლიტიკური პატიმარი, არც მეორე და არც მესამე, ვიცით ეს ამაზე აღარ დავხარჯოთ დრო. შესაბამისად, ეხლა ბიძინა ძალიან ლოგიკურად რომ ავხსნათ, მოკლედ და რო შევიდეთ წიაღსვლებში. ბიძინა ივანიშვილი რამ დააფრთხო? დააფრთხო საერთაშორისო უპრეცედენტო ზეწოლა. ალბათ, შეეშინდა ჰორიზონტზე დანახული სანქციებისაც კი ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი და გაათავისუფლა ორი პოლიტიკური პატიმარი, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ხო არ გააკეთებდა, ხო, ბიძინა ივანიშვილი, მით უმეტეს ამას დემონსტრირებდა. ამიტომ ფიქრობდი, რომ დღეს იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება. ამას დემონსტრირებდა, ახსნე, ხო? ამას დემონსტრირებდა ყოველ დღე და სამწუხაროდ პრაქტიკულად გაანადგურა პოლიტიკურად ყველა ადამიანი, თუ კი რაიმე კაპიტალი ქონდა, რომელიმე სპიკერს ქართული ოცნების, მათ შორის აჩიკო თალაკვაძე, ნაცარტუტად აქცია რა, ამიტომ ძალიან შეუურაცხო ჩემის აზრით, ოდესაც 3 დღით ადრე ბრიფინგი ჩაატარებიეს, მერე ეთერებში იარა და მუშტი გვიქნია მთელ საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს, რომ შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკური პატიმარი არ ყავს და ეს ადამიანები მოიხდიან ბოლომდე საჭირს და გამოუშვეს 3 დღეში. ძალიან ბევრმა ხარდაჭერმა ქართულ ოცნებაში. ეს მე ვიცი, არა უბრალოდ რაღაცა განცდით, რომ აი ფიქრობ რომ ეს შაბეჭდება შეიძლება და ზუსტად ვიცი ემპირიულად ყარი განცდა აქვთ და რწმენა უკვე გაღვივებული, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც ასე გაქეზებს ბოლომდე დაგაჭიმიებს ამ ზამბარას და როდესაც დარწმუნდება, რომ ეს ზამბარა უკუგების შემთხვევაში მას შეიძლება მოხდეს, თვითონ იწევა და ჩვენ შეგვატოვებსო. და ბევრს უკვე სამართლიანად აქვს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების დღესაც ასე მოიქცევა. აი ზამბარა რატომ გაჭიმა კიდე უფრო დღეს ამას ვკითხულობ. დღეს ეხლა გეტყვით, იმის თქმა მინდოდა. სალომე ზურაბიშვილის როგორც პრეზიდენტის, ყოველ შემთხვევაში იმ ადამიანის, ვისაც აქვს ეს ინსტრუმენტი შეწყალების ხელთ, საჭირო იყო, ავალსავალდებულო იყო მისი, ასე ვთქვათ, მოქმედებაში მოყვანა და ამიტომაც ირიბად ბუნდოვნად იყო ნახსენები შეთანხმებაში, გახსოვთ, ხო? გიორგი რურუასთან მიმართებაში სალომე ზურაბიშვილი არ არის საჭირო. კი ბატონო. არ არის საჭირო. მე როგორ საერთოდ არ არის საჭირო სალომე ზურაბიშვილი როგორც პოლიტიკოსი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ნიშნის მოგებით არის ჩემი წვენა სხვა თემაა, სხვა დროს. მაგრამ პროკურატურა, რიგითი პროკურორი ზუსტად საათ ნახევარში საპროცესო გარიგების საფუძველზე ან გენდოთ გირაოს ამ ღონისძიების სახეობის შეცვლის შემდეგ დააკმაყოფილებს შეთანხმების მოთხოვნას. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მისაღები. ან გირაოს შეუფარდებენ და მე სამაჯურს ასე ვთქვათ ხელზე გაუკეთებენ, ისევე როგორც თქვენთვის ნაცნობს ხო, დიახაც მე მიკეთია. ამიტომ ეს ბევრად ადვილია. ეს უნდა გაკეთდეს მალე, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის უკეთესი იქნება მას თუ იგი ძალიან სწრაფად მიიღოს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რა ქნას ამ ადამიანმა თამარ ეხლა შევიდეთ მის მდგომარეობაშიც, ის ძალიან ღრმად არის უკვე შესული დაპირისპირების სპირალში და იგი თუ წარმოჩინდება ყოველდღურად სუსტი, მას ვინდა გაუჩერდება გარშემო. იგი ვერ შემოიკრებს, ვერ ჩააბეტონებს იმ რამდენიმე შრიან ხარდაჭერთა, ასე ვთქვათ, არმია, რბილად რო ვთქვათ, უბრალოდ ხალხისა, რომლებიც ანგარებით არის აუდიტორიისთვის განკუთვნილი ნაბიჯი იყო, ასე ვთქვათ, დრომ. ანგარებით არიან ხო ბიძინა ივანიშვილის გარშემო, ეხლა ვერავინ ვერ დამაწმუნებს, მაგალითად, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის, არ ვიცი, დამფუძნებელი რო არის პარლამენტში გვარი და ამავიწყდა, ხო? ახლა იმას რა იდეა აქვს, ან რა პრინციპები აქვს,
რომ იყოს საერთოდ პოლიტიკაში. არაფერი გარდა იმისა, რომ ფული იშოვოს, ხო? ამიტომ ეხლა ბიზინა ივანიშვილთან არის იმიტომ გუნდში და ნავში, რომ ხედავს ჯერჯერობით ბიზინა ივანიშვილს, როგორც ადამიანს, რომელსაც აქვს ძალაუფლება. თუ ბიზინა ივანიშვილი თავისიანებსაც დაანახებს და ეტყვის მით უფრო, რომ ეს ძალაუფლება მნიშვნელოვნად შემცირდა, არავინ მას აღარ გაუჩერდება. და სწორად იქცევა, მაგრამ ასე ვეღარ მოიქცევა, ეხლა იქცევა, სწორად, ანუ სწორად რომ აღხსნა თავისი გადმოსახედიდან, დიახ. თუმცა ბოლო ეტაპზე ის მუხრუჭ აუცილებლად ამოწევს. ბიზინა ივანიშვილი ეხლა გაუფრთხილდა საკუთარ შემოსავლებს. ეს ერთი გაუფრთხილდა კიდევ უფრო დიდ ნიაღვარ საერთაშორისო საზოგადოებიდან პოტენციურად მომდინარის, ხო? ამ ყველაფერს ის შეუშინდა. და ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და არჩევნებამდე ან არჩევნების დღეს ან მე ვარაუდო რომ არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე ჩვენ ვიხილავთ სრულიად სხვა ბიზინა ივანიშვილს რომელიც შეიძლება კენჭისყრის დღე არის წინ კენჭისყრის საპარლამენტო პროცესის განხილების დღე ანუ თქვენ შეიძლება ითქვას რომ არც კი უშვებთ რომ რურუა ამ დღისთვის ციხეში იქნება თუ ბიზინა ივანიშვილი მე უბრალოდ ამოვდივარ მე საიდან გამოვდივარ აუდიტორიაზე გათვლილია ფიქრობთ რომ საპარლამენტო კენჭისყრის დღეს ივანიშვილის ტყავში მეტანაკლებად ეხლა ვინც აქცევთ ყურადღებას მის მოქმედებებს და ანატომიურად პოლიტიკური ანატომიას ვიცნობთ მისას ეხლა წერს აღუსულებ ეხლა მის მდგომარეობაში ყოფნას ნამდვილად ვინაიდან ეხა ცალკე აღებული სანქციები, რომელიც მართლა აღარ არის უკვე არარეალური ეს ერთი და მეორე, ანუ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან მკაფიო გზავნილები გამოუგზავნეს ეხა ჩვენს ხელისუფლებას და უთხრეს, რომ ჩვენ მოწადინებულები ვართ დემოკრატიის კომაგები ერთი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეკონომიკური დახმარების აღმოსაჩენად ვართ მზად და აღმოგიჩინეთ კიდევაც და გაძებთ $3 მილიარდ. და ეხა თქვენ ერთის მხრივ აქედან ფული წაიღოთ მილიარდობით დოლარის სახით და მეორე მხრივ ეხა ქვეყანაში ყავდეთ პოლიტიკური პატიმრები და შავზე თეთრი ილაპარაკო ჩვენზე ამას არ გაპატიებთ და მოხდებოდა ის რაც ხდებოდა უკვე ამ ქვეყანაში მომხდარა შევარდნაძის ხელისუფლების დროს როდესაც საერთაშორისო არ ვიცი ფინანსურ ორგანიზაციებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტრანშები შეუჩერებიათ ანუ ერთი ტრანში გადმოურიცხავთ მეორე ტრანში აღარ გადმოურიცხავთ ანუ ფიქრობთ რომ კიდევ ერთხელ არ გარისკავს რურუას თემით ვერ გარისკავს უბრალოდ მას ყველაზე მეტად აღელვებს საკუთარი ფული ავლა დიდება მას მართლაც ოპოზიციაზე მეტად ჩვენი ქემაიც იცით რა რაღაცა როგორც მოწინააღმდეგეს დარწმუნებული ვარ თვალს გვისწორებს და შიშნარევი განცდები აქვს ან ვერ გვიტანს ან ეშინია ან თulis რომ და უთქვამს კიდევაც რომ ეს ახალხია კედას თავით ეხეთქებიან და მაინც არ ნებდებიან ხო მაგრამ თავის გუნდის წევრებს არაფრად არ თulis საერთოდ თამარ აი თავისი გუნდის წევრებს იმდენად დიდ შეურაცხყოფას აყენებს ყოველდღიურად არც ერთ პატიმრისთვის არც ერთი უკანონო დაკავებული პატიმრისთვის მსგავსი შეურაცხყოფა არ მივყენებია ნახოთ გამართლდება თუ არა ეს ვარაუდი და ბევრჯერ გამართლებულა ხო რამდენჯერ საქმიანობის ცხოვრების გაცოცხლებამდე იქნება თუ არა რურუა გარეთ. ყოველ შემთხვევაში დრო არის. იცით რა, არ იქნება შეთანხმება შესრულებული შესაბამისად ის დამოკლეს მახვილი რომელიც მის თავს კიდევ უფრო ბასრი გახდება. ეხლა მოდით თქვათ და ეს თემა ამოვწუროთ ალბათ, ხო? ეხლა არჩევნების დღეს, პოსტ არჩევნები მეორე დღეს ლეგიტიმაციას ჯერ კიდევ განვითარებად სახელმწიფოებში და ჩვენ მივეკუთვნებით არ განვითარებულს ეს ჯერ კიდევ განვითარებად სახელმწიფოს იძლევა რა თქმა უნდა ხალხი ადგილობრივი მოსახლეობა მაგრამ ამავე დროს საერთაშორისო პარტნიორები სადამკვირვებლო ჯგუფები ხო ამიტომ მათი სიტყვა იქნება გადამწყვეტი და ყველაფერს თავი დავანებოთ იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი არ შეასრულებს შეთანხმებას, მეწუნეთ ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრი ჩვენი პარტნიორი უკვე და ვერ გაამტყუნებს ვერავე, წინასწარი განწყობით შეხვდება აქ ჩატარებულ არჩევნებს. ამიტომ ეხლა თუ ბიზინა ივანიშვილს სურს რომ ის ყულფი რომელიც მის კისერზე არის კიდევ უფრო დავიწრობდეს, მე არ ვიცი, არ ამგონია რომ ამდენად პოლიტიკური მაზოხიზმი მას
იტაცებდეს. გადავიდეთ სხვა თემებზე, არჩევნებამდე არც ისე შორია, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ არც ისე შორია, ძალიან საინტერესოა ოპოზიციის სტრატეგია და მაჟორიტარების ნაწილი პირველ რიგში დღეს რომ რუროა გათავისუფლებული იყო, ალბათ უფრო მეტი გვეცოდინებოდა ამ შეთანხმებაზე, ასე ვარაუდობ. აი, ჩვენ მოვისმინეთ სამი გვარი, ისევ კონტექსტში, რომ სავარაუდოდ არ ვიცით სად ვიქნებით, გიგი უგულავა, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, სავარაუდოდ ალბათ ჩალვა ნათელაშვილიც იყო ასეთი კომენტარი, ნიკა მელია იქნება მეხუთე. იცით რა მოწურებთ ამ დამავიწყდა. ეხლა რა აზრი გქონდა ბიძინა ივანიშვილისთვის ორი პოლიტიკური პატიმრის შეწყალებას, ხო? თუ არაპირეს მესამე პოლიტიკური პატიმრის შეწყალებას. თუ ორი პოლიტიკური პატიმარიც ასე თქვა შემოიფაგრება, ჩვენ ხო მაინც არ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. ეს არ აწყობს მას. ეს მინდა უბრალოდ კიდევ კარგად დავუმარცხლო. რა შეიძლება ეხლა ვალდებულება არის ყველა პოლიტიკური ლიდერის. გითხრათ რომ ხა სიხარულისგან მეცხრეცაზე ვარ ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ნებისმიერ ასე თქვათ ოლქში ხო არა მაგრამ ვალდებულება ეს არის ბრძოლა ომი ანუ პოლიტიკური დიდ ძალის კი რა თქმა უნდა ვალდებულება აუძახებ ვერანაირად ვერ გაიქცევი კი რა თქმა უნდა მე ვიქნები ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი კიდევ ერთხელ მოგესმოდით ძალიან დიდ ენერგია ძალისხმევას შრომას კიდევ უფრო მეც არა მხოლოდ ანუ გემატება ბევრი შრომა, ხო? ერთია რომ სტუდიაში მოხვიდეთ და რა თქმა უნდა, გადაცემაში მონაწილეობა მიიღოთ, რაც არ უნდა ბევრ მაყურებელს ეგონოს, რომ ეს არის ასე ვთქვათ, მარტივი საქმე, ნამდვილად არ არის, ხო, მithumetis კამპანიაში, ხო, დრო ჭირდება ყველაფერს, მომზადებას, კამპანიის დაგეგმას, პლუს ახლა ველზე მუშაობა, ხო, საერთოდ ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, მაგრამ ნუ ტვირთიც ესეთია ლიდერის მე ვფიქრობ ნებისმიერის. კი, ვიქნები ახლა არა მაქვს საბოლოოდ. ეს დამოკიდებული იქნება საერთო ასე ვთქვათ შეთანხმებაზე. მე განვიხილავ რა თქმა უნდა თბილისში ერთ-ერთ ოლქს მე ვფიქრობ და ასევე დასავლეთ საქართველოში. სამეგრელო სავარაუდოდ. საბოლოოდ სავარაუდოდ, ეხლა ან სამეგრელო იქნება, ან თბილისი იქნება. და ეს იმის და მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული ჩემს მხრიდან თუ გვეყოლება ჩვენ ძლიერი კანდიდატი მაგალითად თბილისის რომელიღაცა ოლქში და ანგარიშგასაწევი იქნება ნუ იმ ოლქში სადაც მე ვთვლი რომ შეიძლება კონდეს ასე ვთქვათ მაღალი შანსები მაგრამ იქნება ასევე ძლიერი კანდიდატი რა თქმა უნდა სხვა ოლქში გადავინაცვლებ ანუ ვისაც მეტი შანსი ექნება რომელიმე ცალკე აღებულ ოლქში ის უნდა დადგეს იქ და არა ისე რომ უბრალოდ მე მინდა და ამიტომ უნდა მივიღო მონაწილეობა. რეალურად იმ სახეებს, ვინც დღეს არის მოლაპარაკებთ ამ მაგიდასთან, ალბათ დიდი ალბათობით მაინც მაჟორიტარებში ვნახავთ, მათი ცნობადობის რესურსი ამ ნაწილში იქნება გამოყენებული და არა ვთქვათ პარტიულ სიაში, შეიძლება ვთქვათ, ანუ პოლიტიკური კაპიტალი ამ შემთხვევაში. ცნობადობას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა. ანუ რეალურად მაჟორიტარების ნაწილზე გადავა მათი. მაგრამ თუ იქნება ეხა მაჟორიტარული იმდაგვარი სისტემა, რომელიც გულისხმობს 30 ოლქს, ხო, ბუნებრივია 30 მაჟორიტარი დაგვჭირდება და ეხა ის რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობა ვართ მსხვილი, ძალიან მსხვილი ოპოზიციური პარტია, ადრეც მithქოს და ეხაც გავიმეორებ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ერთობის შესანარჩუნებლად. ამ თვალსაზრისით, როდესაც მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთს ხელს არ შეუშვით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაგონივრულად ბევრი ოლქი დავთმოთ. დამასწარით ამ თემაზე კითხვის დასმა. პროპორცია ამ 30 ადგილზეც იქნება დაცული ერთგვარად, რადგან ნაციონალური მოძრაობა არის. არა, ჩვენ, ჩემის აზრით, ნელ-მომენტით არ დავასახელებ კონკრეტული არაპირებთ დათმობ ძალიან. არა, ვაპირებთ დავთმოთ იმაზე მეტი ვიდრე ჩემის ღმერთმენით უნდა ვთმობდეთ. იმიტომ რომ დიდმა ყოველთვის მეტი უნდა დათმოს თუ გინდა რომ ერთობა შედგეს ეს ერთი მეორე გონია რომ კარგი უნდა დათმოს ზოგჯერ ცხოვრებაში რომ მიიღო უკეთესი. ამიტომ ამისთვის ჩვენ მზად ვართ და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, მაგრამ იქაც არსებობს დოზა, ხო? ეხლა არავის არ უნდა გაუჩნდეს იმის მოლოდინი რომ ანუ წარმოუდგენლად ასე ვთქვათ, ბევრ მაჟორიტარულ ოლქს დათმობს მთავარი ოპოზიციური პარტია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ შეატყვეთ მსგავსი განწყობა. არა, სხვათა შორის არა, იმიტომ რომ მეტნაკლებად ისინი ყველანი ჩვენი კოლეგები არიან საქმის კურსში, თუ ჩემის აზრით
რა გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული. ჩვენ ძალიან ეკლექტური ხალხი ვართ, პოლიტიკური, იქ წარმოდგენილი, ხომ? მაგრამ ჩვენ არ ვართ შერიგებულები, მე დარწმუნებული ვარ გავაწლებით და ჩვენ ერთმანეთის ოპონენტები გავხდებით. ვიღაცა ხელისუფლებაში იქნება, ვიღაც ამ ხელისუფლების ოპოზიციაში იქნება. აი დღეს ლეიბორისტული პარტიის მაგიდის გარშემო ვინც ვხედავთ, ნაწილი მათგანი იქნება ხელისუფლებაში, ნაწილი ამ ხელისუფლების ოპოზიცია იქნება. მაშინ დარწმუნებული ვარ, მაგრამ ერთი რაც მოხდა და მე ვფიქრობ ყველან ჩვენ გამო უნდა გავიაზროთ და გავუფრთხილდეთ ამ მონოპოლარს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ შევრიგებულოთ, ჩვენ მოვრიგდით, მაგრამ ელემენტარული ადამიანური წითელი ხაზები არ უნდა გადაიკვეთოს და ურთიერთობას, სალამის დონეზე მაინც ურთიერთობა ყოველთვის უნდა შენარჩუნდეს. რაც არის. თანაფარდობა ხომ არ შეგიძლიათ რომ მითხრათ, როგორ ფიქრობთ აი 30 ადგილიდან რამდენი ნაციონალური მაგალითად თბილისში ნაციონალური მოძრაობა დათმობს ნახევარზე მეც. რაც ჩემის აზრით პარტიამ რომელმაც გასულ არჩევნებზე, უკანასკნელ არჩევნებზე აჩვენა ძალიან მაღალი შედეგი, იყო რაიონები თბილისში, სადაც პირწმინდად ყველა უბანი მოვიგეთ. აი მაგალითად თუ კი არის გდანში ან სამგორში თუ არის მაგალითად 72 უბანი, ხო? 92-ვე მოიგე გდანში თუ არის არ ვიცი 115 უბანი, თითქმის 95% მოიგე. ანუ ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დააფიქსირა ბოლოს ჩვენმა პარტიამ, მაგრამ მიუხედავად ამისა მზად ვართ, იმიტომ გვესმის ახლა დავსხეთ იმაგიდასა და უთხრათ ახლა იგივე ალეკოელისაშვილს და იგივე გიჩი წარმომადგენელს იცით რა ახლა ჩვენ დიდები ვართ და ბერნი ვართ და ამიტომ ყველამ გაიწიეთ და ჩვენ მოვდივართ, არა, ესე არ იქნება, ასე პარტნიორული ურთიერთობები არ იგება. თბილისში ნამდვილად 30-დან რამდენი უნდა მიიღოთ? თქვენ მიპასუხეთ რამდენი უნდა დათმო? გონივრული ჩემის აზრით. ეს გონივრული რამდენია? ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მე-13, მე-4, მე-5. ნახოთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შეთანხმება შედგეს. ეხლა თუ კი მაინდამაც იცით რა არის, მე მეორე რაღაცას გეტყვით, თუ შეიძლება მნიშვნელობას. ეხლა მარტო ის ხო არ არის, რომ დაუთმო ოლქი. ხო? და შენ რაღაცა ფართო ჟესტი გაუკეთო. ვისაც დაუთმობ, იმას უნდა ძალუდეს, მოგება, ხო? და კონკრეტულად უნარიანი უნდა იყოს. თუ ასეთი კანდიდატები იქნება, ჩვენ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, დამატებითი ოლქების დათმობასაც, მაგრამ ეხლა იცით რა, უბრალოდ რახან თქვენ ისედაც დიდები ვართ, მე ჩვენ პატარები ვართ და კიდევ უფრო მეტი მომეცით. კი ბატონო, ამასაც შევეგუებოდით, მაგრამ შანსებიც ხომ უნდა გაიზომოს. ეხლა იქნება ალბათ რამდენიმე ოლქი, სადაც კვლევის ჩატარებას დაგვჭირდება. ეხლა ერთია პოლიტიკური ალღოთი ხელმძღვანელო, რაც პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, ყოველდღე ჩაატარებ, რა ქვია, კვლევას. კვლევა შიდა პრაიმერისი ერთი. არა, სოციოლოგიური კვლევა, ეხლა მაგალითად ამა თუ იმ პოლიტიკოს აქვს მაღალი შანსი გდანის რაიონში თუ პირობითად ცხეთამთიანეთში, ხო, აქ მნიშვნელოვანი სპეციფიკა. მეტაგლებად ბევრი შეიძლება ერთი და იგივე იყოს, მაგრამ კანდიდატისთვის როდესაც მაჟორიტარობის არჩევნები არის, ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. ერთი დაბადების ადგილს, რაბმა აქვს თუ არა რაიმებმა, ანუ რომელი პოლიტიკური გაერთიანებიდან იყრის კენჭ, ამას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ როცა მაჟორიტარად იყრის შენ კენჭს, ეს მეტნაკლებად ასევე დაკავშირებული არის ორგანულ ბმასთან, ამა თუ იმ უბანთან და რაიონთან. ეს ყველაფერი იქნება გასათვალისწინებელი რა. გასაგები ისე ხომ არ ფიქრობთ, რომ 73 ადგილის გაყოფა უფრო იოლი იქნებოდა ვიდრე 20? იცით რა, არა, მე ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევაში ოპოზიციამ უნარი გამოიჩინა, აღმოაჩნდა უნარი, რომ შეთანხმებას თვის მიეღწია და ამ შეთანხმებაზე ხელიც მოეწერა. რა ხელი მოწერილი არ არის, მაგრამ ნუ საქმეზე რომ იდგება, აუცილებლად შევთანხმდებით და 30 სამაჟორიტარულ ოლქის ასე თქვათ დატვირთვა სხვა იქნება ვიდრე 73-ის, იმიტომ რომ 30 ოლქში თუ მოგვიწია ჩვენ ბრძოლაში შესვლა, ეს ძირითადად იქნება უფრო სატელევიზიო კამპანია და პოლიტიკური ლიდერებისთვის საარჩევნო ასპარეზი. როდესაც პატარა ოლქი გაქვს შენ, ხო? იქ შეიძლება ადგილობრივი ლიდერის მაგალითად წამოყენება. ბევრი გათხოვა, ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი, როცა არჩევთ კანდიდატს. პარტიულ კოალიციაზეც მითხარით, მოკლედ, სავარაუდოდ იქნება იგივე შემადგენლობა, რაც ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ხომ, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად თუ არა? კი ბატონო, არა, მე ვფიქრობ, რომ უფრო მრავალფეროვანი. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მრავალფეროვანი იქნება როგორც პარტიების თვალსაზრისით მრავალფეროვანი, ანუ გამსხვილდება, გაერთიანება და ასევე ძალიან საინტერესო მე მაქვს მოლოდინი
არაერთი ცალკე აღებული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი შეიძლება დღეს არ მყოფი პოლიტიკაში, მაგრამ დიდი პატივისცემის მოსარგებლე რამდენიმე ადამიანი იქნება. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კლასისთვის გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და დავრწმუნდნე უახლოეს წლებში, მაგრამ დრო და დრო ჭირდება პოლიტიკასაც ახალი იმპულსი, გაჯანსაღება ჭირდება და ვინ თუ არა შიგნით მყოფ ადამიანებმა ხელი უნდა შეუწყოთ და ნაციონალურ მოძრაობას აქვს ამის ფუფუნება, როდესაც ხარ დიდი გაერთიანება პოლიტიკური შენ შეგიძლია რომ ახალი პოლიტიკური სახით დაბადო, მაგრამ ეს ხელოვნურად ვერ მოხდება. ვიღაცას გამოუყენებია, შეიძლება ვიღაცას ვერ გამოუყენებია. დავაზუსტებ კოალიციის შემთხვევაში, რადგან ბლოკების საშუალება არ არის, ანუ სია იქნება ერთიანი პარტიული თუ აი სიის ამბავი როგორ თქვენ ბლოკზე ხომ საარჩევნო ბლოკზე მეკითხებით? კოალიციაზე დავარქვათ. არა, არჩევნებამდე ჩვენ აუცილებლად საარჩევნო ერთიანი ბლოკით გავვალთ რა კონფიგურაცია სახეს მიიღებს. ბოლოში ვიხილავთ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე თითქმის ყველაფერი გითხარით, უბრალოდ სახელმწიფოებია გამოსახელები და არ ვიცი მართალი, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რა სახითაც ძალაერთობაშია, სადაც ნაციონალური მოძრაობა იყო 2018 წელს წარსდგა არჩევნებზე და მე ვფიქრობ ამან იმუშავა ეს იყო მისასალმებელი სინერგია, რაც მივიღეთ. გაცილებით უფრო ფართო იქნება და ძლიერი და მძლავრი და ეს იქნება ხელშესაგები. რომ უნდა იჩქაროთ სახელების და გვარების დასახელება, ეს მიემება საპარლამენტო პროცესს და ნამდვილად არანორმალურია, იმიტომ რომ ცოტა დრო არჩევნებამდე ანომალიური ვითარებაში ვართ, ჯერ არ ვიცით რა საარჩევნო სისტემა იქნება ქვეყანას. ხომ ჩვენ ორ სიაზე მუშაობთ. ანუ ორ სცენარიოზე მუშაობთ. იმ შემთხვევაში თუ 30 მაჟორიტარული ოლქი იქნება, 30 მაჟორიტარულ ოლქზე ვართ გადმოწყობილები და ამავე დროს, გამოშვებით გვიწევს 73 მაჟორიტარულ ოლქზე კონსულტაციების გავლა, მაგრამ როგორც არ უნდა, ჩემი რწმენა არის, მე ხო არ ვიცი შეიძლება ვინ გადაახოს, მაგრამ ნუ სიტყვაზე თუ მენდობიან 2016 წელს მე არ მქონდა იმისი რწმენა, რომ ქართული ოცნება უპირობოდ დამაცხებოდა, ადრე იყო, ხა ჯერ 2012 წელს, რა თქმა უნდა, მოლოდინი იყო, ხელისუფლება შეიცვლებოდა, 2016 წელს ამის მოლოდინი ცოტა ადამიანს ჰქონდა, იმიტომ რომ დობის კრედიტი მაღალი ჰქონდა ქართულ ოცნებას, ძირეულწრებები ნაციონალურ მოძრაობაშიც არ იყო მაშინ განხორციელებული და მე ვფიქრობ ლოგიკურად დასრულდა ის არჩევნები, როგორც დასრულდა, მაგრამ 2020 წელი არის როგორც სადამე დედამიწა. უდიდესი კონტრასტი არის. მე ვფიქრობ, აი როგორც ნაციონალურ მოძრაობას 2012 წელს ვერანაირი ზებუნებრივი ძალა ვეღარ მოაგებიებდა არჩევნებს. გამორიცხული იყო უბრალოდ. ასეთივე მდგომარეობაში არის დღეს ქართული ოცნება. უბრალოდ ის რა არის, ქართული ოცნება არჩევნების დღეს რომ გამოვიდეს და რაც არ უნდა მისი ხელდასმით რომელიმე კვლევით ორგანიზაციას ჩაატარებიოს ეგზიტ-პოლი და განაცხადოს ქართულმა ოცნებამ მოიგო, ამის გამომცხადებას ვერ იპოვიან, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ბოლო-ბოლო ადამიანია და ამ ტვირთს ვერ ზიდავს. გააფორმეს ახლა კომპანიასთან თქვენ იცით ხო, ფრანგულ კომპანიას, ვითომ ფრანგულ კომპანიასთან ავტეხეთ ამბავი და იტალია კომპანია იმედმა გაწყვიტა ხელშეკრულება. ნახოთ არჩევნები მაინც ჯერ შორეული თარიღია, ძალიან მოკლედ მითხარით 20 ივნისზე რომ მოვასწროთ ერთი კითხვაც დამრჩა, 20 ივნისის აღნიშვნა ამ პირობებში რა იდეებს განიხილავთ, ალბათ რაღაც ექსპერიმენტული ერთად უნდა გავიაროთ კონსულტაცია სიცხვილიასთან ერთად, იმიტომ რომ ისინიც ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პოსტ-20 ივნისის ყველა ღონისძიებაში, რომ არაფერი თქვათ უშუალოდ 20 ივნისის დღეებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რაიმე სახის აქციაზე ჩამოვყალიბდებით და ბევრი რამ იქნება ასევე დამოკიდებული პოლიტპატიმარს, ვიზეც ბევრი რამ არის ეხლა დამოკიდებული. იცით რა არის? გიორგი რურუა, ირაკლი ოქროშვილი და გიგი უგულავა 4 თვეს ციხეში რამდენად გაუძლებდნენ და 5 თვეს. მაგრამ აქ იყო პოლიტიკური პრინციპის საკითხი. და ჩვენ დავინახეთ, რატომაც უთხოვდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. იმიტომ რომ დღემდე არიან წარმოუდგენლად ეხა პოლიტიკური პატიმარი ორი ადამიანი ციხიდან გამოვიდეს და გუნდი პრაქტიკულად დაგეშალოს, ეგეთ რამ გინახიათ?
ხარდაჭერა გუნდი პრაქტიკულად ჩამოიშალნენ. ვისაუბრებთ და სხვა სტუმრებთანაც შევეხებით ამ თემას და ძალიან მოკლედ აი 20 ივნისზე სამომავლო თარიღზე კითხეთ, მაგრამ გუშინდელ თარიღზეც მინდა კითხოთ ასევე 17 მაისი. 17 მაისი იყო, სხვათა შორის და ვფიქრობ, რომ ამ თემაზე მხოლოდ თარიღის მიხედვით არ უნდა ვსაუბრობდეთ, მაგრამ აი გუშინ LGBT თემის მხარდამჭერი კომენტარები მოვისმინეთ 4 პარტიისგან, რაც ვნახე, ეს იყო ევროპული საქართველო, გირჩი, ლელო, რესპუბლიკელები. შესაძლოა მე გამომრჩა არ მინახავს ნაციონალურ მოძრაობიდან და ამიტომ მაინტერესებს თქვენი პოზიცია, თქვენ ან რა მასშტაბის პრობლემას ხედავთ, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ან უნდა ყოფილიყო თუ არა გუშინ უფრო აქტიური პარტია, თუნდაც ამ მოქალაქეების მხარდაჭერა. ჩვენ არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი პოზიცია. ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ვფიქრობ გააკეთეს, მე ვაღიარებ, რომ მე გუშინ განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გამიკეთებია და უნდა გამეკეთებია გუშინ, მაგრამ ძალიან ბევრჯერ მისაუბრე ამის თაობაზე და ვფიქრობ დღესაც რომ ეხლა ვიტყვი. თუმცა ამ დღეს მათი მხარდაჭერა მათთვის იყო. არა მარტო იმ კონკრეტულ დღეს ეხლა. რა თქმა უნდა, თავიდან ამიტომ ამასაც უნდა გადავეჩიოთ რა. ყველა ადამიანს აქვს უფლება იყოს თანასწორი. ყველა ადამიანს ხო? ყველა ადამიანს და მარტო 17 მაისი და ცალკეული თარიღი კი არ უნდა იყოს ადამიანების უფლება, ცალკეული რაღაცა საზოგადოებრივი ჯგუფის საპატივცემულოდ, ხო? ჩვენ პროგრესს განვიცდით, ხო? ამაზე საუბარი იყო საფრთხის მატარებელი პოლიტიკოსებისთვის, თითქოს ვიღაცა ადამიანს თუ კი დაიცავდი, ეს შემთვის იყო პოლიტიკურად წამგებიანი. მე მახსოვს, ქერჩის ქუჩა არის ასეთი გრძელი ქუჩა გდანის რაიონში, ხო? და მე ჩემი თვალით მაგ ნანახი, მაშინ იოღოვეს მოწმეებს, ძალდატანები თავს როგორ პარსავდნენ. ნუ მაშინ ვიყავი გეუბნებით, მე ეს იყო 98 წელი, ნუ რამდენი წელს ვიყავი, ხო 18 წელს ვიყავი. ჩემი თვალით მაგ ქერჩის არასოდეს არა სანამ აი ნუ იციან გდანელებმა ეს საპარსით, ელექტროსაპარსით იოღოვეს მოწმეებს თავს პარსავდნენ ეს. და ამაზე მაშინ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები საუბრობდნენ, ხო? დღეს მე ვფიქრობ, არმია ხალხისა, ვინც უმცირესობებს იცავს, ხო? ამიტომ მხოლოდ ცალკეულ ერთ თარიღზე არ უნდა ავიღოთ. ეს თარიღი უბრალოდ გამოცდა ხდება სახელმწიფოს პოზიციის და სამწუხაროდ აღარ გვაქვს ამ თემაზე ბევრი დრო სასაუბროთ, თუმცა თქვენი პოზიცია გავთ. დრო არის საჭირო ჯერ კიდევ რამდენიმე წელიწადი ალბათ, ვინაიდან ჩვენ ქვეყანაში ბევრი საბჭოთა მენტალობის ადამიანი ცხოვრობს. პოლიტიკოსებზე ბევრია დამოკიდებული და მათ გამბედაობაზე. საბჭოთა მენტალობის ადამიანი ცხოვრობს, ჩვენ საბჭოთა კავშირიდან გამოვაღწიეთ, მაგრამ პოსტსაბჭოთა ეპოქაში ვართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მენტალურად დავაღწიეთ იქაურობას თავი. ჩვენ გვინდა ერთი დიდი კიდევ გიგანტური ნაბიჯი გადადგათ ევროპისკენ, ცივილიზაციისკენ. მაგრამ ჩვენი ჩრდილოელი მეგობარი უკან გვექაჩება, საკუთარ შუაში ვართ რა. აი მართლა გეუბნებით იმაში რო არის კავკასიელი რა ვქი კავკასიელი შუაში რო დგას ვიცინი და აქეთ ასე მარგუნოვი კავკასიელი ტყვე ხალი უცებ კავკასიელი ტყვე ხალი რო აი შუაში ხო აი ნუ გვექაჩება ცუდი გაგებით ერთი ჩრდილოელი მეგობარი უკან წასულში ანუ ტკინეულ წასულში რომელიც ყოველდღიურად აი როგორც ტკინეული ფანტომი წარმოგიდგება და მეორეს კარგი გაგებით ხელს აგუშევს ჩვენი დასავლელი თემასთანაც არის კავშირი. რა თქმა უნდა, ეხლა ჟირინოვსკის პოლიტიკური ელიტა, პუტინის პოლიტიკური ელიტა ვერასოდეს ვერ შეეგუება განსხვავებულ ადამიანს რუსეთში, ხო? მრავალი 10 წლეული კიდევ. და ეხლა თუ გვინდა ჩვენ ვიაროთ განვითარების გზაზე, ყველამ საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ყველანაირი ადამიანი ვაღიაროთ, როგორც თანასწორი იქნება LGBT თემის წარმომადგენელი თუ სხვა. ეს არის 2x2 4 და თუ კი ჩემი განცხადება მაგალითისთვის რომელიმე პოტენციურ ამორჩეველს გადააფიქრებიებს ჩემთვის ხმის მოცემას პირობითად ვამბობ, ხო და აი არ მომწეს, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ასეთი ამორჩეველის ხმა არ ჭირდება, რომელიც ზად არის თავი გაუჩეჩქოს რომელიმე ასე ვთქვათ თანამოქალაქეს, იმიტომ რომ ის არის განსხვავებული. უცნაური კი არ არის. განსხვავებული. ახლა შეიძლება ჩემი თავის მარცხნილობა არ მოეწონოს და ამიტომ უნდა დამგნოს. მადლობა. ბატონი ნიკა მელიას უსმენთ პირდაპირ ეთერში.